მოგესალმებით მეგობრებო და ჩემი ჯგუფის გამომწერებო. აი, ბევრი შეკითხვები იყო ამასთან დაკავშირებით, თუ როგორია რბილი იატაკი. აი, ეს არის მოკლედ რბილი იატაკი. აი, შეხედეთ და უკანა აი ესეთი ქეჩა. აი ესეთი ქეჩა. ეხლა წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ნახეთ. აი ეს არის თვითწორებადი იატაკი. იგება ნებისმიერ იატაკზე დააგებ, ამას თოგნებავთ ბეტონი იყოს, ლამინატი იყოს, დაფანერებული იატაკი იყოს, აი ჩორნი პორცელი ძახია ნებისმიერ ამაზე, უბრალოდ უნდა იყოს სწორი ზედაპირი. ეს არის დაახლოებით 0.5 მმ-ის სისქის, ეხლა აქ არის წებო წასიმული უკვე. აი ნახეთ, ეს არის წებო არის წასიმული. ეხლა ამას ველოდებით რომ გააშრეს, როგორც კი გაშრება უკვე გამზადებულია და ამასაც დავაწევებთ ამაზე. შემდეგ ეხლა კიდე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, აი ეს არის რბილი იატაკის პლინტუსები. აი ბატონო, ესაა პლინტუსები, ეს არის 5 სანტიმეტრი სიმაღლეში, მაგრამ ამისი ეფექტი არის უბრალოდ აი ეს ქუდი ეფარება ზემოდან ხალიჩის ნაჭერს ლენტას. ეს თუგნებავთ შეგვიძლია დავწიოთ 10-მდე, 10-ზე დავაყენოთ. უბრალოდ აი ეს დაეფარება და პრობლემა არ არის. აი ეს არის გაკეთებული პლასმასის პლინტუსები. ეხლა ამაში უნდა ჩაჯდეს. აქ ლენტა აქვს, ამას ეს არის ორმაგის კოჩი არის, ფუნქციას ასრულებს. ამას მოხსნით, თუმცა სილიკონი მაინც უნდა დაუმატოთ კიდე ამებს სიმაგრისათვის და აი აქ უკვე ჩაჯდება რბილი იატაკის კანტები. აი ბატონებო. მოკლედ აი ეს არის რბილი იატაკი. სისქეში საშუალოდ რბილი იატაკი არის 0.5 მმ. წარმოდგენა რომ გქონდეთ კიდევ ერთხელ, აი კიდევ უფრო განახებთ ახლოდანაც, აი ბატონო, აი ეს არის მათხოვრის ნაჭერი არის 0.5 მმ არის მოკლედ, აი ეს არის მოკლედ. აბატონო.